აი აქ ვართ მეორე გაკვეთილზე. საფარქვეშ ნიშნავს, რომ იმყოფებოდეთ ყოვლის შემძლე ღმერთის ჩრდილქვეშ. ნებამბიბოძეთ გითხრათ, რომ დიდებულია თქვენთან კვლავ შეხვედრა. დიდებულია, რომ აქ ხართ. საოცარი ხალხი ხართ. თუმცა ჩვენ ფსიქოლოგის პაციენტის როლის შესრულებას ვაპირებთ. წარმოიდგინეთ, რომ გრძელ სავარძელზე წევხართ. მე ფსიქოლოგი ვარ. ხელში ყვითელი პლანშეტი მიჭირავს, ხომ ხვდებით? ერთ სიტყვას ვიტყვი და დაასახელეთ პირველი საგანი, რაც ამ სიტყვის ხსენებაზე თავში მოგივათ. კარგით? მოდი დავიწყოთ. ცოდვა. სიხარბე. სიხარბე, კარგია. ტყუილი. ტყვილი? შური. შური? სქესობრივი ცოდვა. სქესობრივი ცოდვა? კარგი. აი ასე ფიქრობს ადამიანთა უმეტესობა, როცა სიტყვა ცოდვა ესმის. შეიძლება ერთი განცხადება გავაკეთო. ადამის საწოლში მეძავს არ ჩახტომია ედემის ბაღში. მაშ რა გააკეთა მან? უბრალოდ ღმერთზე ურჩა და ნაბრძანები არ შეასრულა. მომყვებით? ძალიან კარგი. და თუ დღეს გვესმის ის ცოდვაში ჩავარდა, რა აზრი მოგდით თავში? პასტორმა რომანი გააბა თავის თანაშემწესთან. მაშინვე სექსუალურ ცოდვაზე გვეფიქრება. როგორც წესი, ადამიანთა გონება ამ მიმართულებით მიდის. რატომ? იმიტომ, რომ არ გვესმის სიტყვა ცოდვის ძირეული მნიშვნელობა. მოდით სხვა მაგალითი მოვიყვანოთ. როცა 7 წლის ვიყავი, ჩემი უფროსი და, სხვათა შორის 6 შვილიდან ერთადერთი ბიჭი ვიყავი. ჩემი და იმ დროისთვის 14 წლის იყო. შევნიშნე, რომ ექიმებთან სიარულს მოუხშირა. დედასთან მივედი და ვკითხე, რა ხდებოდა? დედამ მითხრა, შენი და ავად არის. ჩემი 7 წლის გონებით ავადმყოფობად მივიჩნევდი ხველას, ცემინებას, მაღალ ტემპერატურას, მუცლის ტკივილს, ან ღებინებას. აი ასე გამოიყურებოდა ავადგახდომა 7 წლის ბავშვისთვის. ასე რომ მიკვირდა, როცა ჩემი და არც ახველებდა, არც აცემინებდა და არც აღებინებდა, თუმცა ექიმთან ხშირად დადიოდა. ვერ ვაკავშირებდი, რომ შეიძლებოდა ჩემი და ავადყოფილიყო. კიდევ რამდენიმე თვე გავიდა, სანამ ამას მიუხვდებოდი. მეორე კლასში რომ ვიყავი, სკოლიდან სახლში წამომიყვანეს და მისაღებ ოთახში კათოლიკე მღვდელმსახური დამხვდა. კათოლიკე მღვდელმა შემომხედა და მითხრა, ჯონი შენი და გარდაიცვალა. ღმერთო ჩემო. მოულოდნელად გავიაზრე, რომ წარმოდგენა არ მქონდა რა იყო ავადმყოფობა. მივხვდი, რომ ავადმყოფობა ცუდ ჯანმრთელობას ნიშნავს. სწორედ ასე ხდება ეკლესიაში. ადამიანებმა არ იციან ცოდვის განსაზღვრება, ძირეული განმარტება, თუ რას წარმოადგენს ის. პირველი იოანეს მესამე თავს გადავხედოთ. იოანე ასეთ განცხადებას აკეთებს. ის ამბობს, ცოდვა ურჯულობაა. ახლა ჯასტინ, მრუშობა ცოდვა არა? სიხარბე ცოდვა არა? რა სიტყვით? შური. შური ცოდვაა. ამრიგად არ ვამბობ, რომ თქვენი ნათქვამი ცოდვად არ ითვლება, თუმცა ეს მაინც არ არის ურჯულოება ცოდვაა. წერილი ამბობს, რომ ცოდვა ურჯულოებაა. კარგი. თუ ამ ბერძნულ სიტყვას ურჯულოებას განვიხილავთ, ეს არის ანომია. ვაინი, რომელიც ბერძნული ახალი აღთქმის სიტყვების ექსპერტია, ასე განმარტავს. კომენტარში ის ამბობს, ეს მუხლის სიტყვა ცოდვის რეალურ მნიშვნელობას გვაწვდის. ცოდვის ასეთი განმარტება მის არსებით ბუნებას გამოკვეთს, რაც ღვთისნების უარყოფასა და საკუთარი ნებით ჩანაცვლებაში მდგომარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, ცოდვა არის ღვთის ძალაუფლების დაუმორჩილებლობა. ეს სწორედ ის გახლავთ, რაც ადამმა ბაღში მოიმოქმედა. მან აირჩია გაეკეთებინა ის, რის გაკეთებაც ღმერთმა აუკრძალა. თუ ცოდვის საფუძვლიანი განმარტება გსურთ, ეს არის ღვთის ძალაუფლებისადმი ურჩობა. ახლა გაჩვენებთ, თუ როგორ ამტკიცებს ამ აზრს იესო ერთი იგავის მეშვეობით. ეს ძალიან კარგია. ნახეთ, რას ამბობს. ეს გახლავთ ლუკას სახარების მე-14 თავი. ეს რომ გაიგონა, ერთმა სტუმარმა უთხრა მას. მან იესოს უთხრა, ნეტარია ვინც ღმერთის სამეფოში ჭამს პურს. იესომ ეს შესაძლებლობა გამოიყენა, რომ ამ სტუმარს კრავის საქორწინო ვახშამზე დალაპარაკებოდა. 3 დღის წინ გამოცხადების მე-19 თავი წავიკითხე. ნათქვამია, ნეტარია კრავის საქორწილო ნადიმზე მოწვეულნი. იესო განაგრძობს, ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა. ეს გახლავთ კრავის საქორწილო ნადიმი და კაცმა ბევრი მიიწვია. სერობის დრომ რომ მოაწია, მონა გაგზავნა. ამრიგად იგავიდან ვიგებთ დროის მონაკვეთს.
ეს არ გახლავთ პავლე მოციქულის ან პეტრეს ეპოქა. ეს გახლავთ ნადიმის დრო. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული დრო იესოს მოსვლამდე დადგება. ეს ჩვენს დღეებს შეეხება. ამრიგად იესო სინამდვილეში ჩვენს დღეებზე ლაპარაკობს. მან მონასერობის დროისთვის გაგზავნა მოპატიჟებულთა დასაძახებლად. მობრძანდით და აი უფლის სიტყვაც, ყველაფერი მზად არის. ყველამ ერთიანად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა, ახლობლები ვიკრიბებით და უნდა წავიდე. ტეკილის ბოთლიც მაქვს. მე და ჩემი მეგობრები უნდა გამოვთრეთ. მეორემ უთხრა, მომისმინე, მე სექს ტრაფიკინგის ბიზნესი მაქვს. ახლა მართლაც რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა მელოდება გოგონების ახალი ჯგუფი ჩამომდის. ამრიგად გთხოვ მაპატიო, ვერ მოვალ. მესამემ ასე უთხრა, მე და ჩემი ასისტენტი ჰავაიზე მივფრინავთ. ჩემს ცოლს გონია რომ საქმიანი მივლინება მაქვს. იქ გასატარებელ კვირას სიყვარულით შევავსებთ. ჩემს ცოლს არ უთხრა, საიდუმლოა. ნუ თუ ასეთი სიტყვები წავიკითხეთ ამ მონაკვეთში. არა მგონია. არა. მოდით გავაგრძელოთ. ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა უთხრა, მიწის ნაკვეთი ვიყიდე, მიწის ნაკვეთის ყიდვა ცოდვა? თუ ასეა, დიდ გასაჭირში ჩავარდნილო არ, რადგან მიწა ვიყიდე. თუმცა მიწის ნაკვეთის ყიდვა ბატონის სიტყვის მყისიერ მორჩილებაზე მნიშვნელოვანი რომ ხდება, ცოდვის კატეგორიაში ექცევა. მოდით მომდევნოზე გადავიდეთ. მეორემ უთხრა, 5 უღელი ხარი ვიყიდე. ნუ თუ 5 უღელი ხარის ყიდვა ცოდვაა. ან 21 საუკუნის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ბიზნესისთვის საჭირო აღჭურვილობის ყიდვა ცოდვაა? არა. და თუ არის, მაშ ყველანი საფრთხეში ვყოფილვართ. გულისხმობ, რომ ამას Messenger International-შიც ვაკეთებთ. რეგულარულად ვყიდულობთ რაღაცას. ეს ცოდვა არ გახლავთ. როცა ბიზნესი ბატონის მორჩილებაზე მნიშვნელოვანი ხდება, ცოდვის ანომიის კატეგორიაში ხვდება. შემდეგი, კიდევ ერთი მოწვეული ამბობს, ცოლი შევირთე, დაქორწინება ცოდვაა, ხომ? თუ ასეა, ყველანი ცუდ დღეში ჩავარდნილვართ. როცა ცოლი ბატონის მყისიერ მორჩილებაზე მნიშვნელოვანი ხდება, ან ქმარი ბატონის მყისიერ მორჩილებაზე მნიშვნელოვანი ხდება, ის ძირეულ კატეგორიაში ხვდება, რომელსაც ცოდვა ჰქვია. მინდა ამ სამი კაცის დამოკიდებულების შედეგი გაჩვენოთ. რადგან გეუბნებით, ვერავინ იმ წვეულ კაცთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს. მან თქვა, რომ თქვენ იმ კაცებს ვერ ნახავთ საქორწინო სუფრაზე, იმიტომ რომ ისინი თავიანთ ნებას ჩემსაზე მაღლა აყენებენ. ამრიგად, ამიგავში არაფერია ნათქვამი სუტენიორებზე, მეძავებზე, ბანდიტებსა და ნარკომანებზე. არაფერი. არა, მათ ახსენებენ, ისინიც არიან აქ. მზად ხართ? დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განერისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას, გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლია ისინი, რომ მოვიდნენ და აივსოს ჩემი სახლი. ორღობეები და გზები სუტენიორებს, მეძავებს, ბანდიტებსა და ბოროტ ბიზნესმენებს წარმოადგენს. იცით რას ამბობს იესო? ის ამბობს, რომ შეიძლება ადამიანები ეკლესიებში დადიოდნენ უკანასკნელ დღეებში და მეტისმეტად კომფორტულად გრძნობდნენ თავს ქრისტიანის სტატუსში. შესაძლოა ბანდიტები და მეძავები მოსვლას აპირებენ. უკვე საკმარისია ამ ურჯულოებაში ცხოვრება. მე ღმერთი მინდა. ამრიგად, ცოდვის ძირეული მნიშვნელობა გახლავთ ღვთის მიმართ ურჩობა. მაშასე, იესო უკანასკნელ დღეებში ლაპარაკობდა. გაიხსენეთ, რომ მან ვახშამი ახსენა. მინდა კიდევ ერთი განცხადება გაჩვენოთ, სადაც იესო ვახშმის დროზე საუბრობდა და ეს უკანასკნელ ჟამს ეხება. მისი მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს, რა უნდა მოხდეს და რა იქნება შენი მეორედ მოსვლის ნიშანი. და იესომ თქვა, რა კი გამრავლდება ურჯულოება. ეს იგივე ბერძნული სიტყვა, რომელიც 1 იოანეს 3:4-ში გვხვდება. ანომია. და რა კი გამრავლდება ურჯულოება, ახლა აქ შევჩერდეთ, რატომ გამრავლდება ურჯულოება ბოლო დროს? იმიტომ რომ პავლე გარკვეულ მინიშნებას გვაძლევს თესალონიკელთა მიმართ მეორე წერილში. ის ამბობს, ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს. ამრიგად, ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს. ის უკვე საზოგადოებაშია, გასაგებია? ეს ურჯულოების საიდუმლო ადამიანებს აიძულებს, თქვას რომ ღვთისნების საკუთარით ჩანაცვლება სურს. ამრიგად, მივუბრუნდეთ იესოს ნათქვამს. ამას აზრი აქვს. და რა კი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება. ახლა იესო აქ ზოგადად საზოგადოებაზე ლაპარაკობს? გულწრფელად რომ ვთქვათ, არა. ურჯულოება უხვად არის ჩვენს გარშემო. ის საზოგადოებაზე არ ლაპარაკობს, ის ეკლესიაზე ლაპარაკობს. აქ კი ცოტა საშიში ხდება. საიდან ვიცი, რომ ის ეკლესიაზე ლაპარაკობს და არა საზოგადოებაზე? იმის გამო, რომ სიტყვა სიყვარული გახლავთ ბერძნული აგაპე.
აგაპე არის ღვთის სიყვარული, რომელიც მორწმუნის გულში ჩაიყვარა. ეს ის სიყვარულია, რომელსაც იესოს ნათქვამის თანახმად ქვეყნიერება ვერ მიიღებს. ის აქ ქვეყნიერებაზე არ ლაპარაკობს. ის მორწმუნეებზე ლაპარაკობს. გაიხსენეთ, რომ ფილეო კიდევ ერთი ბერძნული სიტყვა გახლავთ. იესო იყენებს ფილეოს. სიტყვა ფილეო ნიშნავს მეგობრულ სიყვარულს. აგაპე არის სიყვარული, რომელიც თავის სიცოცხლეს სხვისთვის დადებს, თუნდაც ამისთვის სამაგიერო არ მიიღოს. იესომ თქვა, ბევრს გაუნელდება სიყვარული. არა მცირედს, არამედ ბევრს, რატომ? იმიტომ, რომ ურჯულოება გამრავლდება. გახსოვდეთ, რომ ებრაელთა მესამე თავის თანახმად ცოდვა, მისი მაცდური ბუნება, გულს აქავებს. ამრიგად ბევრის სიყვარული განელდება. ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება. ქუჩაში მიმავალ ცოდვილს ვერ ეტყვი, თუ ბოლომდე გაივლი ასპარეს, გადარჩებიო. მას რბოლა ჯერ არ დაუწყია. მხოლოდ იმ ადამიანებმა დაიწყეს რბოლა, რომლებმაც უკვე მიიღეს გადარჩენა. ამრიგად იესო ამბობს, რომ ურჯულოების ეს საიდუმლო ძალა უკანასკნელ დღეებში ეკლესიაში იმოქმედებს. შეხედეთ ურჯულოების ძალის მოქმედებას მეფე საულის ხოვრებაში. ახლა გადახედეთ მეფე საულს, როცა მეფობა მიიღო, ძალზე თავმდაბალი იყო. გახსოვთ, ის აღალის უკან იმალებოდა. მას არ სურდა მეფობა. ახლა როცა მის ყურამდე ხალხის ქებამ მოაღწია, აი მამაცი მეფე საული. გაიხსენეთ, როცა დიდი გამარჯვება მოიპოვა მეფობის დასაწყისში და ისრაელის ტომებს 12 ნაწილი დაუგზავნა, რომ ყველანი ერთხმად შეკრებილიყვნენ. ახლა ის მამაცი კაცია. ამრიგად მთელი მისი ამბავი, როგორც გახსოვთ, არის სამუელის ნათქვამი, როცა მცირე იყავი საკუთარ თვალში. სხვა სიტყვებით, როცა ლიდერობის პოზიციაზე პირველად დაგაყენეს. ახლა ღმერთი მას რაღაცის გაკეთებას თხოვს. ის არ ემორჩილება, რადგან ფილისტიმელები იკრიბებიან. ხოლო სამუელი სიტყვას გადასცემს უფლისგან. დამელოდე სანამ მოვალ და მსხვერპლს შევწირავ. საულის კაცები იპარებიან. ისინი ხშირ ბუჩქებს ეფარებიან და დინარეს კვეთენ. მისი არმია დღითი დღე პატარავდება. ფილისტიმელების არმიამ კი უკვე 30,000 მიაღწია. მას კი რამდენიმე ათასი რჩება. ის გადაწყვეტილებას იღებს. კარგი, მომიყვანეთ მსხვერპლს შესაწირი. მე აღვავლენ. როგორც კი დაასრულა, სამუელიც გამოჩნდა. მან უთხრა, უგუნურად მოიქეცი. სამეფოს დაკარგავ. შემდეგ ღმერთი ელაპარაკება საულს და ეუბნება, მინდა რომ წახვიდე და სრულად გაანადგურო ყამალეკი. ამრიგად საული არმიას კრებს და ღვთისმორჩილებით იწყებს საქმეს. ის კლავს დაუშვათ დავალებულის 100%-დან 90%-ს. ღმერთი ამბობს, მოკალი ყოველი ცხოველი. ის კლავს ყველა ცხოველს საუკეთესოების გარდა. რატომ იქცევა ასე? იმიტომ რომ იმ ეპოქაში მეფე თუ იყავი და ერის დაპყრობისას იმ ერის მეფეს სასახლეში მოიყვანდი, ცოცხალი მონა გეყოლებოდა და ეს მონა ომის ნადავლი იქნებოდა. რატომ მისცა საუკეთესო პირუტყვი თავის სამწყსოს? იმიტომ რომ მას როგორც ახალგაზრდა მეფეს თავისი რეიტინგის ამაღლება სურდა. ამრიგად ის თავის ნებაზე მოიქცა და ღმერთს არ დაემორჩილა. მან 99.9% შეასრულა ღვთის ნათქვამიდან. აქ არსებობს ერთი ჭეშმარიტება, რომელიც უნდა ჩაიწეროთ. ნაწილობრივი მორჩილება საერთოდ არ არის მორჩილება. ის ამბოხებაა. მინდა რომ ჩაიწეროთ. მახსოვს როგორ მომჩერებოდა ერთი პასტორი. და როგორი გულგატეხილი იყო, როცა მისმა მოზარდმა შვილმა ასე უთხრა, მამა, რატომ არ აქცევ ყურადღებას იმ 90-ს, რაც გავაკეთე? და ხაზს უსვამ დარჩენილ 10%-ს, რომელიც არ გამიკეთებია. და მაშინ ვთქვი, ამ ახალგაზრდა კაცს საულის ისტორიის საკითხვა მართებს. მე ვთქვი, რომ საულმა საქმის 99% გააკეთა. და მაინც, სამუელმა ამას ამბოხება უწოდა. ჩვენმა გუნდმა შექმნა ბრწყინვალე ვიდეო, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოადგენს, რომ 99% საკმარისი არ არის. მოგესალმებით მეგობრებო, მე ელ კოლსტონი გახლავართ და ჩემი თანაწამყვანია ბივ ჯონსონი. გამარჯობა ბივ. მოგესალმები, როგორ ხარ ელ? ფანტასტიკურად, საოცარი რბოლის დღეა. ბევრმა მორბენალმა გვაჩვენა შესანიშნავი შედეგები ამ წელს, მაგრამ ყველას თვალები ერთი პიროვნებისკენ არის მიპყრობილი. ვინ არის ის ელ? იან დეკერი ბივ. მოკრძალებულად დაიწყო და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორბენალი გახდა, ისე რომ ყველა ადრინდელი თუ მომავალი რეკორდი მოხსნა. თუ იგივე წარმატებით გააგრძელებს მოღვაწეობას როგორც ამ წელს გვაჩვენა, რაღაც განსაკუთრებულს მივიღებთ. ახლა თამარასთან გადავიდეთ და პირდაპირ ეთერში ვნახოთ რა ხდება მინდორზე. აი ჩვენ უმშვენიერეს პალმერ ლეიქში ვართ, სანტა-ფე ტრეილზე და მორბენლებს ველოდებით. იან დეკერის ფანები აქ არიან? დეკერისგან პირველ ადგილს და მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას ველოდებით. ის რამდენიმე წამში გამოჩნდება. ეს ადგილი მეტისმეტად დამუხტულია ბივ. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ელ. ვის შეუძლია? იან დეკერი მოდის. მან მარათონის მსოფლიო რეკორდი უნდა მოხსნას ისე, რომ სხვა მორბენალი თვალსაწიერზე არ ჩანს. ის ფინიშის ხაზს უახლოვდება და ჩერდება. იცის თუ არა სად იმყოფება? დარწმუნებული არ ვარ, არ ვიცი რა ხდება.
ძალიან გადაიღალა თუ თავგზა აერია. მან ეს ხაზი უნდა გადაკვეთოს ელ. არ ვიცი რაზე ფიქრობს. მან აუცილებლად უნდა გადალახოს ხაზი. როგორც ჩანს ზეიმობს. რას ფიქრობ ამაზე ელ? ეს საკმაოდ გაბედული სტრატეგიაა, ბიუ. ეს ნამდვილად გამარჯვების ცეკვაა. შემიძლია გითხრათ მეგობრებო, რომ მისი მწვრთნელი ამას გრძნობს. მწვრთნელო, გადალახე. გადალახე მალე, გავიდა დრო. რაც შეეხება მწვრთნელს, არასოდეს მინახავს ასეთი მოძრაობა. განრისხებულ ლამას წააგავს, რომელიც პირზე მომდგარი დუჟით იფურთხება. ნამდვილად ასეა. ჩანს იანს ჩვენს რეპორტიორთან თამარასთან დალაპარაკება სურს. თამარა, ისევ გიბრუნდებით. ჰეი, გისმენთ, იან? გამარჯობა, თამარა. პირველ რიგში უნდა გითხრა, რომ საოცარი ხარ. გმადლობთ, ვიცი. რაც შეეხება საოცრებას, რას ფიქრობთ რბოლაზე? ერთი წუთით დაიცადეთ, დედა. ახლა მინდა გითხრა, რომ შენი აზრით ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მივაღწევდი, ვერაფერს. მაგრამ იცი რა? დავამტკიცე, რომ ის ცდებოდა. მართალი ვარ? დავამტკიცე, რომ ისინი ცდებიან. ნამდვილად არ მესმის რა ხდება. ნამდვილად. აბა, როგორია? იცი რა ელ? არ ვიცი რა ხდება მის გონებაში. უმჯობესია ნაბიჯი გადადგას, რადგან უკან მარჯვნიდან ელიოტი უახლოვდება. კარგი, წავედით. ის უახლოვდება. კარგია, ის პირველი ადგილის აღებას აპირებს. ღმერთო ჩემო. მეორე ადგილი, მაგრამ ის ჯერ კიდევ პირველი დამარცხებულია. და ბრაიან ელიოტმა ოფიციალურად აიღო პირველი ადგილი. აჰა, ეს გამომართვი. შენთვის ავიღე, რო იცოდე. მერე დამიბრუნე, არ დაიტოვა იცოდე. არ ვიცი რისი მოწმე გავხდით აქ დღეს და ეს ამდენი წვრთნის შემდეგ რისთვის? როგორც ჩანს, იანს წარმოდგენა არ აქვს, როგორ მუშაობს რბოლა. კინაღამ ისტორიის დაწერის მოწმე გავხდით, მეგობრებო, მაგრამ მედალს ვერ მიიღებ დასრულების გარეშე. მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად იყავით. წარმოგიდგენთ Messenger X. ყველა სიახლის, რესურსების ჩამოსატვირთი და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა. ეს გახლავთ სრულიად ციფრული ბიბლიოთეკა. დამოწაფების რესურსები ჯონ და ლიზა ბევირებისგან, ვიდეო სწავლებების, აუდიო წიგნების, ელექტრონული წიგნების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ბიბლიებისა და მრავალი სხვა რამის წარდგენა. შესაძლებელია ამ ახალი პლატფორმის გამოყენება ყველა ციფრულ მოწყობილობაზე. ეს სრულიად უფასოა და ხელმისაწვდომია 130-ზე მეტ ენაზე. დამოწაფება ყველასთვის და ყველგან. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ან იხილეთ გვერდი messengerx.com. საკმაოდ კარგი ვიდეოა. ვფიქრობ 99% საქმარისი არ გახლავთ პრიზის მისაღებად და გავიხსენოთ, რომ პავლე გამუდმებით ლაპარაკობდა ასპარეზის გავლაზე ისე, რომ ჯილდო მოგეპოვებინათ. 99% მორჩილება ჩვენთვის არ არის. ბიბლია ამბობს, თუ შევცოდავთ, არ წერია, როცა ვცოდავთ, ის ამბობს, თუ შევცოდავთ. თუ ვეურჩებით, ყავს შუამდგომელი. განა ეს მშვენიერი არ არის, თუმცა მორწმუნის მიზანი არ გახლავთ ღვთისნებისადმი 90%-ის შესრულება. მიზანია 99.9. კარგი, მიხვდით ხომ? მორწმუნის მიზანია ღვთისნათქვამის 100%-ით შესრულება. მეგობრებო, მინდა დავრწმუნდე, რომ ფხიზლად ხართ. მინდა ჩვენი საუბარი ისე წარმართო, როგორც არ ელოდით, რადგან სამუელმა საული კუთხეში მიამწყვდია. საული ბრალს ხალხს სტებს. ნამდვილად გავაკეთე ის, რაც ღმერთმა მითხრა. არა, არ გაგიკეთებია, თორემ ცხოვრების ბღავილს არ გავიგონებდი. მისი სინდისი დამუნჯდა. აი ახლა მინდა ცოტა გზიდან გადავუხვიო. მოდით ეს უფრო პირადი გავხადოთ. ალბათ გახსოვთ, როცა ვიღაცაზე ლაპარაკობდით. და ეს ლაპარაკი არ იყო დადებითი. იყო უარყოფითი და კრიტიკის შემცველი. გრძნობთ თითქოს მუცელში დანა გაგირჭეს. გახსოვთ ის დანა? ეს არის თქვენი სინდისი. ამრიგად, დანა გირტყამთ და ნათქვამს ამართლებთ. დანას უგულებელყოფთ, თავს იმართლებთ და ამტკიცებთ, რომ თქვენი ნათქვამი ზუსტია. ამ დროს თქვენს გულს საბურველი ფარავს. იაკობის პირველი თავის 22 მუხლი იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენი თავის მოსატყუებლად. ტყუილად წოდებული საბურველი თქვენს გულს ფარავს. მაშ რა მოხდება მომდევნო ჯერზე, როცა ილაპარაკებთ ადამიანზე? უკვე დანას ვეღარ გრძნობთ, არამედ მსუბუქ ჩარტყმას. და თქვენ ისევ ამტკიცებთ, რასაც ვამბობ სიმართლეა. კიდევ ერთი საბურველი ეფარება თქვენს გულს. ასე რომ მომდევნო ჯერზე უფრო მეტი და მეტი. და თქვენ ისევ აგრძელებთ. თუ იმ ადამიანზე კიდევ ვილაპარაკებთ, ვეღარაფერს ვეღარ იგრძნობთ. თქვენი სინდისი დაიწვა ან დამუნჯდა. გახსოვთ რა თქვა პავლემ? ღმერთს წმინდა სინდისით ვემსახურები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რის გაკეთებას შეგვიძლია. ამას როგორ ვაკეთებთ? სწრაფი მონანიებით. ღმერთო ძალიან ვწუხვარ.
იმ ადამიანთან მისვლით ვწუხვარ. არ დაგემორჩილე გეურჩე ღმერთო მაპატიე. მაშ რა ხდება, როცა გაქვავებული ვართ? მოსმენა აღარ შეგვიძლია. აღარ გვესმის სულიწმინდის ხმა. იცით რა არის მომდევნო ნაბიჯი? ღმერთი ვიღაცას გვიგზავნის. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, პასტორი, ბიზნესში მეწილე, ან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ღვთისმიერია, ან როგორც საულის შემთხვევაში იყო წინასწარმეტყველი. თუ მეგობარს არ მოусმენთ, რა მოხდება? მოვა გასაჭირი ან უსასჯელი. თუ გადახედავთ, რასაც პავლე ეუბნება კორინთელთა ეკლესიას, ეს სრულიად გვიხელს თვალს. თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი. ის აქ ეკლესიას ელაპარაკება. აქ მოყვანილია ორი განსხვავებული ბერძნული სიტყვა. დიაკრინო და კრინო. პირველი სიტყვა დიაკრინო ნიშნავს გამოყოფას. მეორე სიტყვა კრინო ნიშნავს სასჯელს. ჩემ ენაზე რო გითხრათ, თვითონვე რომ გამოვცდიდეთ ჩვენს თავს და ურჩობას მოვიშორებდეთ, აღარ ვიქნებოდით დასჯილნი. გადავხედოთ მომდევნო მუხლს. როცა მსჯავრდადებული ვართ, კრინო, ვიწვრთნებით. ეს არის ახალი სიტყვა, რომლის ჩვენებაც მინდა. ამის წარმოთქმაც კი ძნელია. უფლის მიერ. ახლა მას შეხედეთ, ვიწვრთნებით უფლის მიერ. ის ეკლესიას ელაპარაკება, რათა წუთისოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი. მაშ რა ბერძნულ სიტყვაზე ვლაპარაკობთ? კრინო ნიშნავს დასჯას, მაგრამ დასჯილები ვიწვრთნებით. სიტყვა ვიწვრთნებით ნიშნავს, რომ ვისჯებით ქცევის გაუმჯობესების მიზნით, რათა არ ვიყოთ მსჯავრდადებული. ის სიტყვა მსჯავრდადებული ნიშნავს განაჩენ გამოტანილს, ცეცხლის ტბისთვის განწირულს. ამრიგად ახლა პარაფრაზის გადმოცემას ვაპირებ. როცა ვისჯებით როგორც შვილები, უფლის მიერ ვიწვრთნებით ქცევის გაუმჯობესების მიზნით. გახსოვთ რა თქვა დავითმა? სანამ დავისაჯე, გზას ავცდი. ვცდებოდი ვიდრე დავისაჯე. ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ. ტექსასში ახალგაზრდულ კონფერენციას ვატარებდი. 90-იან წლებში ხდებოდა ეს. ღმერთო ჩემო, პირველ საღამოს დავიწყე, რადგან მთელი კვირა მე უნდა წამეყვანა. ვფიქრობ, ის 4 შაბათიდან შაბათ საღამომდე გრძელდებოდა. იმ ახალგაზრდებში იყო ამბოხი, გულების გაქვავება. ამიტომაც მორჩილებაზე ვქადაგებდი და ეს ბავშვები ყოველ საღამოს გამოდიოდნენ და ინანიებდნენ და მთელი ატმოსფერო იცვლებოდა. ბოლო საღამოს სრული გარღვევა უნდა მოსულიყო მსახურებაზე. ამრიგად მოვედი ბოლო დღეს და სიმძიმეა. ყველას ლოცვა შევთავაზე. დაახლოებით 150-ნი იყვნენ. მე ვთქვი, მოდით ვილოცოთ. ღმერთი ჩემს გულს დაელაპარაკა და მითხრა, რომ იქ კიდევ იყო ერთი ამბოხებული ადამიანი და იმ პიროვნებისთვის მონანიების კიდევ ერთი შანსი მიმეცა. ამრიგად მას შანსი მივეცი. რამდენიმე ახალგაზრდა კიდევ გამოვიდა, მაგრამ სულში ვიცოდი, რომ ის არ იყო მათ შორის. კიდევ ერთი მოწოდება გავაკეთე. უფრო ძლიერი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. კიდევ ერთი მოწოდება, მაგრამ არავითარი პასუხი. ბოლოს შვება ვიგრძენი. ვილოცე იმ ბავშვებისთვის, რომლებიც გამოვიდნენ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 6 თვის შემდეგ ახალგაზრდების უფროსმა პასტორმა დამირეკა. მითხრა, ჯონ, ერთი ამბავი უნდა გიამბო. დიახ, ჩვენს ახალგაზრდულ ჯგუფში ერთი გოგო იყო. ის ყველაზე ცუდად იქცეოდა. ამაყი და აგრესიული იყო. მე ამბოხე. მართლაც ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. იმ საღამოს მოწოდება რომ გააკეთე, იქ იყო. ნება მომეცით გითხრათ, რა მოხდა იმ საღამოს ბოლო მოწოდებისას. ღმერთი დამელაპარაკა და მითხრა, უთხარი იმ პიროვნებას. არ ვიცოდი რომ გოგონა იყო. უთხარი იმ პიროვნებას, რომ მსჯავრდადებული იქნება თუ არ მოინანიებს. მე ეს ვთქვი. შემდეგ სულიწმინდამ მითხრა, მინდა რომ სასჯელის შესახებ გამოაცხადო. უთხარი რა იქნება მისი სასჯელი. მე ვთქვი, 3 კვირაში ავტოავარიაში მოხვდები. ზუსტად ასე ვთქვი. ახლა უნდა ვაღიარო, რომ ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა ჩემი 35 წლიანი მსახურების განმავლობაში. ახლაც მაგანკალებს, თუმცა ვიცოდი, რომ ეს ღმერთი იყო. პასტორმა 6 თვის შემდეგ დამირეკა. მითხრა, რომ ის იყო მოჩხუბარი, ყველაზე ცუდი პიროვნება ჩვენს ახალგაზრდულ ჯგუფში. იმ ახალგაზრდული კონფერენციიდან 3 კვირის შემდეგ ავტოკატასტროფაში მოყვა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. როცა იქიდან გამოვიდა, მის მერე ყველაზე ანთებული გოგონაა მთელს ჩვენს ახალგაზრდულ ჯგუფში. რატომ სჯეს ღმერთი? ქცევის გაუმჯობესების მიზნით. ხედავთ ამას, მაშასე კურდღლის კვალს აღარ მივყვებით და ისევ მეფე საულს დაუბრუნდეთ. ის ამბობს, დაუმორჩილებლობა და ჯადოქრობა ერთი ცოდვაა. ახლა ხედავთ სიტყვებს დახრილი შრიფტით. იგივეა რაც.
ხედავთ ამას? ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ებრაულ დედანში ასე არ გახლავთ. ახლა გაჩვენებთ სხვა თარგმანს. უფრო სწორი თარგმანი იქნებოდა მხოლოდ სიტყვა არის გამოყენება. ამრიგად ასე უნდა იყოს თარგმნილი. დაუმორჩილებლობა ჯადოქრობაა. ახლა ერთია ჰგავდეს ჯადოქრობას და მეორეა იყოს ჯადოქრობა. როცა ახალგაზრდების პასტორი ვიყავი ფლორიდის შტატში გახლდით, ორლანდოში. თქვენ ეს გახსოვთ ბოლო გაკვეთილიდან. ორლანდოში მართლაც მრავალგვარ ახირებას ნახავდით. ორლანდოს მიღმა ცალკე ქალაქი არსებობდა კასადაგა. და იქ ბევრი ჯადოქრული სეანსი ტარდებოდა. ჩვენს მსახურებაზე ჯადოქრები მოდიოდნენ და სასწაულებრივად იღებდნენ გადარჩენას. მართლაც კარგი იყო. იმ ბავშვების ინტერვიუებიდან, რომლებმაც თავი იესოს მიუძღვნეს, ვიგებდით, რომ კულტის შეხვედრებს ესწრებოდნენ. კულტის შეხვედრებისას წინამძღოლები ასწავლიდნენ, რომ ქონოდათ ქორწინების გარეშე სექსი, მიეღოთ ალკოჰოლი, მოეპარათ. ღვთის საზოგადოებისა და მშობლების ყველა კანონი უნდა დაერღვიათ. ისინი ასწავლიდნენ, რომ რაც უფრო მეტად იქნებოდნენ ამბოხებულები, მით მეტი ძალა ექნებოდათ. მათ, ვინც საკუთარი ნებით უძღვნიან თავს სატანის მსახურებას, ეს პრინციპი კარგად ესმით. თუმცა უგუნური ადამიანები ურჩობას შეცდომით თავისუფლებას უწოდებენ. ისევ იმ დროს ვუბრუნდები, როცა ახალგაზრდების პასტორი ვიყავი. ერთ საღამოს სასტუმროს ნომერში ვარ. ტელევიზორი ჩავრთევ, ვფიქრობ, გადაცემა 60 წუთი იყო. კარგად არ მახსოვს. მსახურებებს შორის დრო მქონდა. მინდოდა რაღაცისთვის მეყურებინა. მათ სპეციალური გადაცემა ჰქონდათ სატანურ ბიბლიაზე. მახსოვს, როცა დავინახე, სხვა არხზე გადართვა მოვინდომე. სულიწმიდამ მითხრა, არ გადართო, უყურე ამას. როგორც მახსოვს, ეს იყო გადაცემა 60 წუთი, ან შესაძლოა დეითლაინი. ზუსტად არ მახსოვს, თუმცა კომენტატორმა თქვა, რომ ეს იყო ანტონ ლავეის მიერ დაწერილი სატანური ბიბლია. სატანური ბიბლიის ნომერ პირველი მცნება გახლავთ გააკეთე რაც გენებოს. გააკეთე რაც გენებოს. როცა ეს დავინახე, სასტუმროს ნომერში დავიყვირე. ეს ზუსტად იმის საწინააღმდეგოა, რაც იესომ თქვა. მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. მე ფსალმუნე ამბობს, შენი ნების აღსრულება მწადია ღმერთო. ხოლო სატანური ბიბლიის თანახმად, რაც უფრო მეტად აჯანყდები, უფრო მეტად გაგეღება კარი. გახსოვთ რა უთხრა ღმერთმა კაენს? თუ დამემორჩილები კარს დაკეტავ. ცოდვა შენსკენ ილთვის, ცოდვას შენს ცხოვრებაში შემოსვლა სურს. თუმცა მასე იბატონებ თუ დამემორჩილები. მან ეს არ გააკეთა. მან ძმა მოკლა. ხედავთ? დაცვა აღარ არსებობს. იცით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთი მკაცრია. ღმერთი ამბობს არა. მე მოსიყვარულე მამა ვარ, რომელიც თქვენს დაცვას ცდილობს. გრევის, ადვილსამიზნედ ქცევის, სიკვდილის, ამ ყველაფრის და უბედურებებისაგან. ამრიგად, უგუნურების შეცდომით მორჩილებას თავისუფლებაში ცვლიან. აი ჭეშმარიტება. მზად ხართ? ამბოხებაში თავისუფლება არ არის. თავისუფლება არ არის ამბოხებაში. ახალი აღთქმა. გაჩვენებთ რა დაწერა პავლემ და პეტრემ. და რა თქვა იესომ, რათა რეალურად დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის არაჯანსაღი სწავლება მადლზე. ამგვარი სწავლება ადამიანებს შემდეგი მოსაზრებისკენ უბიძგებს. ცოდვაზე ნუ იღელვებ. მადლი ყველა ცოდვას ფარავს. მოდით ვნახოთ, რას ამბობს ახალი აღთქმა ამაზე. წინამძღოლები, რომლებიც ურჩქცევას ამართლებენ, თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახსნილების მონები არიან. რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მორწმუნე ხარ, მაგრამ ურჩობას იჩენ, პეტრეს ნათქვამის თანახმად მონა ხარ. პავლე ამბობს, ნუ თუ არ იცით, რომ ვისაც გადასცემთ თქვენს თავებს, რათა იყოთ მისი მონა მორჩილი, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით, ან ცოდვისას ასიკვდილოდ, ან მორჩილებისას იმართლისათვის. მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით, ან ცოდვისას ასიკვდილოდ, ან მორჩილებისას იმართლისათვის. ამრიგად ამბოხებაში არ არის თავისუფლება. ნახეთ, რას ამბობს იესო. ყველა ჩამდენი ცოდვისა ცოდვის მონაა. სწორედ ამიტომ პავლე, რომელსაც გამოცხადება ჰქონდა მადლზე, ასე ამბობს. არაფერია წინა დაცვეთა და არაფერია წინა დაუცვეთელობა. თუ არა ღვთისმცნებათა დაცვა. კარგი. ჩვენ წარმართებიდან მოვდივართ. წინა დაუცვეთელები. თუმცა მთავარია ღვთისმცნებების დაცვა. ხედავთ, რის საკეთებლად აღძრავს ადამიანებს თითქმის არაჯანსაღი მოძღვრება მადლზე.
ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება მცნებების დაცვას. თუმცა კარგი ამბავიც მაქვს. რეალურ მადლზე სწავლება გაგაძლიერებთ, რომ გავაკეთოთ ის, რასაც საკუთარი ძალებით ვერ ვაღწევთ. ღმერთს ჩემი ძალებით ვერ დავემორჩილე. ვეცადე და დავუმარცხდი. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მადლი მაძლიერებს, ამიტომ შემიძლია ის გავაკეთო, რასაც ჭეშმარიტება ითხოვს ჩემგან. აი დასკვნა. აი ეს არის სატანის უმთავრესი მიზანი. დაგარწმუნოთ, რომ რაღაც კარგია, როცა სინამდვილეში ის თქვენთვის ზიანის მომტანია. მას სურს დაგარწმუნოთ, რომ ის კარგია, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში ცუდია. მზად ხართ ჭეშმარიტებისთვის, ღვთაებრივი ძალაუფლების მორჩილებას მოაქვს დაცვა, უზრუნველყოფა და მოსვენება. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს სამი არჩევანი. ამრიგად მომდევნო გაკვეთილზე გადაცემულ ძალაუფლებას განვიხილავთ. ეს კიდევ უფრო კარგი იქნება. მომავალ შეხვედრამდე. წარმოგიდგენთ Messenger X. ყველა სიახლის, რესურსების ჩამოსატვირთი და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა. ეს გახლავთ სრულიად ციფრული ბიბლიოთეკა. დამოწაფების რესურსები ჯონ და ლიზა ბევირებისგან, ვიდეო სწავლებების, აუდიო წიგნების, ელექტრონული წიგნების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ბიბლიებისა და მრავალი სხვა რამის წარდგენა. შესაძლებელია ამ ახალი პლატფორმის გამოყენება ყველა ციფრულ მოწყობილობაზე. ეს სრულიად უფასოა და ხელმისაწვდომია 130-ზე მეტ ენაზე. დამოწაფება ყველასთვის და ყველგან. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ან იხილეთ გვერდი messengerx.com.